2024 წელს ჩატარდა აღწერა, როგორც ვიცი, საქართველოს მოსახლეობის და ძალიან კარგი ტენდენცია გამოვლინდა. მე წავიკითხავ ცნობებს, ესე იგი, ქვეყნის მოსახლეობა, ეს შედეგები უკვე ცნობილია, 3.929.000 აჭარბებს, რაც 2014 წლის აღწერასთან შედარებით თითქმის 216,000 ადამიანით მეტია და აი ეს კარგი ციფრებია, მაგრამ რას ნიშნავს ეს და რითია კარგი და სად არის გამოწვევები, ამაზე სასაუბროთ დღეს ჩვენ მოვიწვიეთ სტუდიაში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე. დიდი მადლობა მივესალმები მას ჩვენ სტუდიაში. მადლობა მობრძანებისთვის. კითხვით დავიწყებთ თქვენთან საუბარს. აი ეს ციფრები, რომელიც ახლა მე წავიკითხე, ალბათ სწორია, მე ესე მომაწოდებს ყოველ შემთხვევაში და რას გულისხმობს? რეალურად რა არის ეს? ჩვენი მდგომარეობა უკეთესი ხდება, თავისთავად ცხადია, რაღა იზრდება მოსახლეობა, იმიტომ რომ ეთქაც პერიოდში მცირდებოდა, თუ ეს გამოწვევებია უფრო მეტად და კიდევ დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთანაც, რომელიც შეიძლება შეექმნას ამის შედეგად ქვეყანას. მოგესალმებით. ესენი არიან მოქალაქეები თუ რეზიდენტები, ამასაც აქვს, ხო? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორც თქვენვე ახსენეთ, დაახლოებით 5.8% დაახლოებით 216,000 კაცით გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა. და აღსანიშნავია ის, რომ ამ აღწერამ გამოავლინა ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი, საქალაქო დასახლების წილი მზარდია, თუ 10 წლის წინ მოსახლეობის 57% ცხოვრობდა ქალაქად, დღეს უკვე ეს მაჩვენებელი 62.5%-ს მიუახლოვდა. ქალაქ თბილისი გულისხმობდა სხვა ქალაქები. დიდი ქალაქები. საქალაქო დასახლება მთლიანად. ქალაქ თბილისს რაც შეეხება, აქ მოსახლეობის რიცხოვნობა 10 წლიან ციკლში 20%-ით გაიზარდა და 1.321.000 გადააჭარბა თბილისის მოსახლეობამ. მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე ქალაქ ბათუმის მოსახლეობის რიცხოვნობა. თუ ადრე 153,000 კაცი ცხოვრობდა, დღეს აღწერის შედეგების მიხედვით 226,000 აჭარბებს. ნელი სახლი ააშენეს, იქ ვიღაცამ ხო უნდა იწყო? დიახ, და საინტერესო არის იმისთვის, რომ თქვენ კითხვას გარკვეულწილად პასუხი გავცეთ, საინტერესო არის მოქალაქეობის და ეროვნების ნიშნით სტატისტიკის მაჩვენებელი. ესე იგი, რა თქმა უნდა, აღწერა გვაძლევს საუკეთესო შესაძლებლობას, რომ განსაზღვროთ ეს მაჩვენებლები. მოსახლეობის 96.1% საქართველოს მოქალაქეა და საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 2014 წელთან შედარებით დაახლოებით 2.5%-ით გაიზარდა, დაახლოებით 91,000 კაცია, თუმცა გაზრდილია რასაკვირველია 10 წლიან ციკლში ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობაც. მაგალითად, თუ 1%-ზე ნაკლები იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეები, დღეს მათი წილის 3.4%-მდე გაიზარდა. ანუ 124,000 კაცი ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც მუდმივად, ანუ 12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს. რაც შეეხება ეროვნულ ნიშანს, მოქალაქეთა ჩვენს ქვეყანაში ცხოვრები მოქალაქეთა 84% ეროვნებით ქართველია, ანუ 3.300,000 აჭარბებს აღნიშნული მაჩვენებელი. მეორე ეროვნებას წარმოადგენს აზერბაიჯანის ეროვნების მქონე მოქალაქეები, შემდეგ მოდის სომხეთის მოქალაქეები, შემდეგ რუსეთის და რამდენადაც გასაკვირი ეროვნება, დიახ, და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მეხუთე ეროვნება ქვეყანაში მცხოვრები გახლავთ ინდოეთის მოქალაქეები. არ არის გასაკვირი. ხედავთ. დაახლოებით მათი რიცხვი 24,000 შეადგენს. ნუ მართალია მცირეა ქვეყანაში მათი წილი 0.6% შეადგენს. თუმცა 400 კაციდან 24,000-მდე გაიზარდება დარწმუნებული. ანუ ეს გახლავთ ძირითადად სტუდენტები სამედიცინო პროფილის მიმართულებით. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ჩვენ აღწერის შედეგად მოგვეცა შესაძლებლობა აღსარებლობასთან დაკავშირებით მიგვეღო ინფორმაცია. დაახლოებით 82% გახლავთ მართლმადიდებელი ქრისტიანი და მართლმადიდებელი ქრისტიანების რაოდენობა გაზრდილია 2014 წელთან შედარებით 126,000 კაცით, ანუ 4.1%-ით. ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეთა, ანუ მოსახლეობის 85%-ისთვის მშობლიურ ენას წარმოადგენდა ქართული. შემდეგ მოდის აზერბაიჯანული, სომხური
ინგლისური, რუსული და სხვა ენები. და სქესის მიხედვით იყო სტატისტიკა, ხალი მეტია თუ მამაკაცი ამ პერიოდში და ასაკობრივადაც. დიახ, რა თქმა უნდა, სქესის მიხედვით 52% სტრუქტურაში ქალები წარმოადგენენ, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი ბიჭი იბადება საერთოდ, ვიდრე გოგო, ქალების რაოდენობა არის მზარდი. ეს სხვადასხვა პირობებით არის. სიკვდილიანობის მაჩვენებლით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით 8-9 წლით მეც ცხოვრობენ. ასევე აღწერის შედეგად გამოვლინდა ის, რომ სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა გაზრდილია. თუ იყოს 72.8 წელი, დაახლოებით 75 წელს გადასდა აღნიშნული მაჩვენებელი ამ 10 წლიან პერიოდში. ამ სტატისტიკაში შედის საქართველოში არ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც? ანუ ვის შეიძლება საქართველოს მოქალაქე არის, მაგრამ ცხოვრობს აი წასულია, თქვათ, სამუშაოდ უცხოეთში. კარგი შეკითხვა. მოკლედ, აღწერის მეთოდოლოგია, რომელიც გაეროს რეკომენდაციებს ეფუძნება, ითვალისწინებს ქვეყანაში მხოლოდ მუდმივად მაცხოვრებელ პირებს. ანუ თუ პირი 12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს აქ, ის ჩვენი დაკვირვების ობიექტს წარმოადგენდა. შესაბამისად, 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ ყოფი პირი მიეკუთვნება იმ ქვეყნის მოსახლეობას და შესაბამისად იმ ქვეყნის აღწერის პროცესში ჩაერთვება. ანუ ეხლა ისინიც რო თქვა აქ იყვნენ, ვინც წასულეთ, დაახლოებით მილიონამდე ადამიანია წასული, როგორც ამბობენ, ხო? აი ისინი წასულები რომ ისინი ქალთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება 60%-მდე შეიძლება მივიდეს მოსახლეობის მაშინ ასეთ შემთხვევაში. აი ესეთ ჩემი ზუსტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ არის, არ გვაქვს, თუმცა ჩვენ აღწერათა შორის პერიოდში საზღვრის კვეთის მონაცემებს ვიღებთ, რომელიც მოქალაქეების მიხედვით სტატისტიკის წარმოების შესაძლებლობას გვაძლევს და აქედან გამომდინარეობს სწორედ ისიც, რომ აღწერაში მოხვდა ქვეყანაში მუდმივად ცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა რიცხვიც 134,000. ძალიან კარგი. ბატონო გოგიდა, ეხლა რა მაინტერესებს? აი ეს მონაცემები, რომელსაც სტატისტიკის სტატისტიკა აგროვებს, შემდგომ თქვენთანვე მუშავდება და ანალიზი კეთდება, თუ ეს გადაეცემა სხვა ორგანოებს, რატომ რას გულისხმობ? აი რაზე მეტყველებს ეს ციფრები? ანუ ერთი კი თვალნათელია, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქის აქ ცხოვრება იზრდება, ნიშნავს, რომ პირობები მისთვის გაცილებით უფრო კომფორტულია და მას უნდა და ეს კარგია, როდესაც ქვეყანაში არის ისეთი მდგომარეობა, რომ სხვა ქვეყნის ადამიანებსაც არა მოქალაქეებს უნდათ ბინადრობა აიღონ და იცხოვრონ ჩვენთან. მაგრამ აი ამდენად ეს როგორ მუშავდება და რაზე მეტყველებს? აი ეს მაინტერესებს, თუ თქვენთან მუშავდება ეს მასალა და თქვენთან ხდება ამის ანალიზი. დიახ, თუ როგორ კრებთ? ჩვენ ექსკლუზიურად ვაგროვებთ ამ ინფორმაციას და ეს ინდივიდუალური მონაცემები გახლავთ კონფიდენციალური და მისი მესამე პირზე გადაცემის შესაძლებლობა აკრძალულია ზოგადად ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით. ანუ ის მუშავდება ჩვენთან, მაგრამ ჩვენ საზოგადოებას, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მთავრობას, ბიზნეს სექტორს, მედიას, ფიზიკურ პირებს ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ვებსაიტზე განთავსებული უმცირესი ადმინისტრაციული ერთეულების, მათ შორის სოფლების და მუნიციპალიტეტების დონეზე მიიღოს ინფორმაცია და გამოიყენოს გადაწყვეტილების მისაღებად. ანუ აბსოლუტურად დეტალური ინფორმაცია სხვადასხვა დისაგრეგაციის მიხედვით. ანუ გამოიკვეთა, რომ სოფელი მაინც იცლება პრაქტიკულად, იმიტომ რომ თუ იზრდება ქალაქის მოსახლეობა, ხო ესაა ძალიან საინტერესო. იზრდება აქ დაბადებულთა რაოდენობის გამო, თუ მართლა ხდება მიგრაცია შიდა. დიახ, აი ნახეთ ძალიან საინტერესო მიგნებაა აქ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სახეზე გვაქვს უარყოფითი ბუნებრივი მატება. ანუ დაბადებულთა რიცხოვნობა ჩამორჩება გარდაცვლილთა რიცხოვნობას. რაც შეეხება მოსახლეობის დასს, ამ შემთხვევაში ძირითადად მიგრაციულ ნაკადებს უკავშირდება, თუმცა მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ, დაბრუნდნენ და შესაბამისად მოღვაწეობენ ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ასევე საინტერესოა სხვადასხვა ფაქტორი, რომ ჩვენ აღწერის შედეგად მივიღეთ
სხვადასხვა სახის ინფორმაცია სხვა ქალაქების და სოფლების მიხედვით 3616 თუ 3617 სოფელია საქართველოში. აქამდე 200-მდე სოფელი საერთოდ დაუსახლებელია. თუმცა 10 წლიან მონაცემებს თუ შევადარებთ, მათი რაოდენობა შემცირდა. გაცილებით მეტი სოფელი იყო მოსახლეობის გარეშე. თუ დავაკვირდებით ყველაზე მზარდ და ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს, ეს სურათი კიდევ უფრო ნათელია. მაგალითად, ყველაზე მზარდ მუნიციპალიტეტებს თბილისის გარდა და ბათუმის გარდა მიეკუთვნება ასევე ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დიახ, მზარდი. თბილისის შემოგარენი, მცხეთა, ქალაქი რუსთავი, ასევე კლებაც რაც შეეხება აქ აღსანიშნავია ყველაზე მეტად მოსახლეობის შემცირება მაღალმთიან აჭარაში, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც ჩვენ ვფიქრობთ აღწერის შედეგების მიხედვით, რომ მათი დიდი ნაწილი წამოსულია ქალაქ ბათუმში. გარდა ამისა, წყალტუბოს და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში შეინიშნებოდა მოსახლეობის შედარებით შემცირება. თუმცა ქალაქ დასახლების წილი დაახლოებით 5% პუნქტით არის გაზრდილი, რაც დამახასიათებელი არის კიდეც ჩვენნაირი განვითარების მქონე ქვეყნებისთვის. ჩვენ ალბათ არ ვიცი, ვიკვლევთ თუ არა, ალბათ იკვლევს საქსტატი იმასაც, როდესაც ეს ადამიანები ქალაქში მოდიან და ურბანისტული ზრდა ხდება, არის თუ არა პარალელურად ითვლება თუ არა დასაქმების მომენტი. ანუ აი ჩამოვიდნენ და დასაქმებულთა რაოდენობა, ვთქვათ, არის თუ არა ასევე თქვენი კვლევის ობიექტი ასეთი აღწერის დროს. დიახ, და არა მხოლოდ აღწერის დროს. ჩვენ ამაზე ზუსტად კონკრეტულ ამ სეგმენტზე ფოკუსირებული კვარტალური კვლევა გვაქვს. ეს უფრო ხშირია ვიდრე მოსახლეობის სტატისტიკა, რაც ცალსახად განსაზღვრავს დასაქმების და უმუშევრობის დონეს ქალაქად და სოფლად, ასევე საშუალო ხელფასის მაჩვენებელს. ანუ ქალაქ თბილისში და ბათუმში რატომ არის ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი? იქ შესაბამისად მეტია პერსპექტივა, ეკონომიკური აქტივობა უფრო მაღალია, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი რეგიონებთან შედარებით გაცილებით მაღალია და ეს განაპირობებს ინტერესს მოსახლეობაში. ხო, აი ეს ძალიან კარგი ნათლად არაჩვეულებრივი მონაცემებია და როგორი მნიშვნელოვანი ხლა ვინც არ იცის ამ დაწესებულების საქსტატის მუშაობა, იმიტომ რომ ეს არის პრაქტიკულად ის ინდიკატორი, რომელიც შემდგომ ნებისმიერ სამთავრობო თუ ბიზნესსაც, მათ შორის ბიზნეს სექტორს აძლევს იმის საშუალებას, სად არის მეტი პერსპექტივა, რომ განავითაროს, სად არის საჭიროება უფრო მეტი და როგორ უნდა შეამციროს, ეს ვთქვათ, იგივე მიგრაცია და სად გახადოს მიმზიდველი, არა მარტო ბათუმსა და თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც თუ სოფლად თუ რეგიონებში მიმზიდველი გახადოს გარემო, რომ ადამიანები გადანაწილდნენ და არ გახდეს, ეს ვთქვათ, ქალაქ-სახელმწიფოს ის არ მივიღოთ საბოლოო ჯამში შედეგად ესეთი მომავალი პერსპექტიული. ჩვენი საუბარი ბოლოსკენ უნდა წავიყვანო და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, ძალიან მაინტერესებს თუ მომცემთ უფლებას. ასაკობრივი კატეგორიით, აი როგორ არის დანაწილებული, ვთქვათ, აი ეს ცხოვნობა ჩვენი მოსახლეობის ადამიანები მეტია თუ რამდენი პროცენტია, როგორ ახალგაზრდებისა და როგორც ეძახით ძველგაზრდების. 2014 წელს მაგალითად 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი იყო 14.3% და ეს მაჩვენებელი გაზრდილია 17.6%-მდე. ამას განაპირობებს ორი ფაქტორი. პირველი შობადობის მაჩვენებლის შემცირება ბუნებრივია და მეორე სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდა. ორივე მაჩვენებელი სახეზეა და ეს ლოგიკურად ამ ფაქტებით აიხსნება. არაჩვეულებრივი რამ გავიგე მე დღეს, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებდა ეს ციფრები, ეს სტატისტიკა, რაც ძალიან ნათელ სურათს გვაძლევს, რომ აი ნახე სიცოცხლის ხანგრძლივობა მაინც პრინციპში იზრდება. ხოდა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობთ და ძალიან გული გვტკივა იმაზე, რომ ხდება ქვეყნიდან გადინება ჩვენი მოსახლეობის, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს გავიგე, არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ბრუნდებიან საქართველოში და თავის
სამშობლოში აგრძელებენ მოღვაწეობას. ეს მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ტენდენცია და გაგრძელდება დაბრუნების და არა გასვლის ქვეყნიდან. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. ბატონი გოგიტა თოდრაძე იყო საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, უკიდურესად საინტერესო ციფრებით და საინტერესო ძალიან მნიშვნელოვანი